არის თუ არა ხელებზე სიარული პატარა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარჯიში. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ხელებზე სიარული შეგვიძლია ჩვენ ბავშვებს შევთავაზოთ დაახლოებით 3 წლიდან და დავითი ახლა აგვიხსნის თუ რა დადებითი შედეგები მოყვება ხოლმე ამას. პირველ რიგში ეს ვარჯიში ძალიან კარგი არის კუნთების მოძლიერებისთვის, ძლიერდება ხელების, ზურგის და წინა მუცლის კედლის კუნთები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ პატარა ბავშვისთვის. ამ დროს უკეთესად ყალიბდება უხეში მოტორიკა, ეს აქტივობა კარგი არის კოორდინაციისთვის, ბალანსისთვის, სენსორული განვითარებისთვის, ვესტიბულური აპარატის კარგად ჩამოყალიბებისთვის, ასევე კარგია სხეულის კონტროლის, ფოკუსის და ყურადღებისთვის. ასევე ბავშვი, როდესაც კომფორტულად იგრძნობს თავს, შეუძლია მშობელს დაამატოს სხვადასხვა ბარიერები, ან გოლები, რომ ხელი მოახვედროს და ასე შემდეგ. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს აქტივობა თავდაპირველად დიდი ხანი არ გაგრძელდეს, ეს შეიძლება დაიწყოთ რამოდენიმე წამით და როდესაც ბავშვი უკვე უფრო მოძლიერდება, შეგიძლიათ გაზარდოთ ნელ-ნელა ხანგრძლივობა ამ აქტივობის. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვი არ დაიღალოს და არ გამოგვეპაროს ისეთი ნიშნები, რომელმაც შეიძლება გარკვეული ტრავმები მიაღებინოს ბავშვს მომავალში. აგვიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ ატარებთ თქვენს ბავშვს ხელებზე. დროებით.